ბოლომდე მომისმინე, დაფიქრდი, რას ვამბობ ისეც, რაც რეალობას არ შეესაბამება. სატანისტური სიტყვების ავტორები დაიბლოკებიან. დღეს ადამიანების დიდ ნაწილს კომფორტში ცხოვრება ყველაფერზე მეტად უყვარს. ზოგს უნდა იყოს პროგრესული, სჯეროდეს მეცნიერების, დაემონოს ტექნოლოგიებს და ამავდროულად სულის დასამშვიდებლად სადღაც გულის სიღრმეში ღმერთიც დაიტოვოს. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეს არის თვალთმაქცობა. სამყარო არ არის მოწყობილი ისე, რომ შენ ყველა მხარეს ასიამოვნო. არსებობს ზღვარი, რომელიც მკვეთრია, ცივია და დაუნდობელია. შენ ვერ იქნები ნახევრად მორწმუნე, ისევე როგორც ვერ იქნები ნახევრად ცოცხალი. დავიწყოთ მთავარით. თუ შენ გჯერა ევოლუციის თეორიის, თუ შენთვის ნეანდერტალელები, დენისოველები, კრომაგონელები და ჰომო საპიენსები რეალობა, მაშინ შენ პირდაპირ ეუბნები ღმერთს, რომ მისი სიტყვა ტყუილია და ის არ არსებობს. ბიბლიური ადამი არ არის სიმბოლო ან მეტაფორა, ის არის კაცობრიობის საწყისი. თუ შენ აღიარებ, რომ ადამიანი მილიონობით წლის განმავლობაში ბიოლოგიური ნარჩენებისგან და ცხოველური ინსტინქტებისგან ჩამოყალიბდა, მაშინ შენ აუქმებ სულს, აუქმებ დაცემას და შესაბამისად აუქმებ ქრისტესაც. თუ არ ყოფილა პირველქმნილი ადამიანი, არ ყოფილა ცოდვაც. თუ არ ყოფილა ცოდვა, მაშინ მაცხოვრის მოსვლას აზრი არ აქვს. შენ ვერ დაუჩოქებ ხატს, როცა გონებაში დარვინის თეორიის სქემები გაქვს ჩაბეჭდილი. კიდევ უფრო დიდი სიცრუეა ის კოსმიური ზღაპარი, რომელსაც თანამედროვე სამყარო გვაწვდის. უცხო პლანეტელები ეს არის თანამედროვეობის ახალი რელიგია მათთვის, ვინც ღმერთი დაკარგა. თუ შენ გჯერა, რომ ცაზე მოძრავი ობიექტები სხვა galaktikis მკვიდრნი არიან, შენ ათეისტი ხარ. ის, რასაც შენ უცხო ცივილიზაციას უწოდებ, სინამდვილეში არის დაცემული ანგელოზების დემონური ძალების მასკარადი. მათი მიზანი მარტივია: გადაიტანონ შენი მზერა ზეციური სასუფევლიდან ტექნოლოგიურ რკინაზე. თაგაჯერონ, რომ სამყაროში არსებობს სხვა ძალა, რომელიც გიხსნის, დაგიცავს ან გაასწავლის. ეკლესია და წმინდა მამები საუკუნეებია გვაფრთხილებენ ამ ყველაფერზე. დროა გაიღვიძო და რეალობას თვალები გაუსწორო. შენ ვერ იქნები მეცნიერული ათეიზმის მომხრე სამუშაო საათებში და მორწმუნე ძილის წინ. ან სამყარო ღვთის მიერაა შექმნილი, ან ის არის შემთხვევითი ქიმიური რეაქციების და აფეთქების შედეგი, სადაც შენ მხოლოდ მაღალ განვითარებული ცხოველი ხარ. შუალედი არ არსებობს. ვინც ცდილობს ეს ორი რამ შეაერთოს, ის უბრალოდ საკუთარ თავს ატყუებს, რათა არც ერთ მხარესთან არ მოუვიდეს კონფლიქტი. მაგრამ სიმართლე ყოველთვის კონფლიქტურია. დაფიქრდი, ვის მხარეს ხარ? ენდობი მათ, ვინც გეუბნება, რომ შენი წინაპარი მაიმუნი იყო და შენი მხსნელი კოსმოსური ხომალდით მოვა, თუ ენდობი მარადიულ ჭეშმარიტებას და სამყაროს შემოქმედს. გაორებული ადამიანი ვერასოდეს იპოვის სიმშვიდეს, რადგან მისი საძირკველი ქვიშაზე აგებული, რაც სიმყარეს გამორიცხავს. დღეს უნდა გადაწყვიტო, რისი გწამს სინამდვილეში, ლაბორატორიული დასკვნების თუ ღმერთის. არჩევანი შენზეა, უბრალოდ ორ სკამზე ვერ დაჯდები ერთდროულად. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ.